გამარჯობათ, ძვირფასო ტელემაყურებლებო. გამარჯობათ, მოგესალმებით. გილოცავთ ახალ წელს, შობას, შობა ახალ წელს. მე და ბატონი პაატა შუბიტიძე, მეზურა კობახიძე დღეს ვისაუბრებთ თემაზე, რომელიც ადრე დავპირდით ფედერალური მთავრობა, პრეზიდენტი და კაბინეტი შეერთებული შტატების, ესე იგი, ვინ არიან, რა დღევანდელობა როგორია და რას მე ანალოგიით საქართველოშიც რო გადმოვინაცვლოთ, შესაძლებელია, რომ სიგორგე ახლა ამერიკაში რა ხდება, თუ ჩვენ რაღაც როგორც ანკაკვეთილი ან როგორც მოცემულობას არ აღვიქავთ. კი ბატონო, რასაკვირველია, ბატონო და იმიტომ რომ კიდევ რომ რაღაცა სტერეოტიპად მიდის ყოველთვის საქართველოში, ყველა მთავრობის საქართველოში, რომ რა კი ის არის დღეს პრეზიდენტი, ის არის მატრიცა და სტანდარტი ის არის. ხო, ის არის, აი დღეს ახლა მიდის, აი ტრამპია. ფრთხილად პატივცემულო პოლიტიკოსებო. გინდა ოპოზიცია და გინდა პოზიცია. ექსპერტებო. ხო გაგაწბილათ ერთხელ უკვე არჩევნებამდე სულ ეს იყო ბატონო, რომ აი შეხვდებოდი და ტექნოლოგები არიან და პოლიტიკური არჩევენ პოლიტიკას და მეუბნები აი ტრამპი მოვა და აი ტრამპი ნახე რომ მოვა ტრამპი რატომ მოვა პირველი შეკითხვა რატომ გინდა რომ ტრამპი იყოს ვერ გეუბნება პასუხს რატო აი გრძელი გალსტუკი ლოაკ ძალიან წითელი თუ რატო ხო უნდა თქვა რა ესე იგი აზმო მუხლებამდე ისე იმედი გარემდან ხო რა რაღაცა რომ ესე იგი აი ტრამპი მოვა პუტინს რა გადაეხოვიან ერთმანეთს და გადაკუცნიან და ზელენსკის დაამარცხებენ და გადაგდება გაუმჯოს პროლეტარიატები სოფლიო შეერთდებიან და რაღაცა სისულელებს აურბობენ. ეს არის ძალიან დამღუპელია და მათივე პოლიტიკური აი ხო არის არა ყველაფერს რასაც ადამიანი აკეთებ იმას აქვს თავის გზა ხო აი საკუთარ თავს ავნებენ რა ამით იმიტომ რომ ხვალდაზე შეიძლება გითხრან რომ იცით რა სისტემა ამერიკული გეტყვის რომ არც არავინ ყოფილა გეტყვის მე მას დაუჭირე მხარე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ 76 მილიონმა ადამიანმა დაუჭირა 23%-მა შეერთებული შტატების 23% და მე მას არ დავიჭირე დამნაშავე იყო გამოვაცხადე დამნაშავე 34 პუნქტში არ მიუსაჯე იმიტომ რომ ხალხს ვეცი პატივი სისტემა გიყავს და ბოლოს აგერ ისე მოვიდა რომ აგერ ცოტა ისეთ რაღაც ისეთ მომენტებს და ისეთ რაღაცებს ჩადის რაც შეიძლება ქვეყნისთვის ამერიკისთვის იყოს ცუდი და ამას არაპატიებს ამერიკული სისტემა. არც ტრამპს და არც ტრუმპს და არ არსებობს გვარი ვინმე რომელიც ეს ეპატიოს. იყოს თუნდაც პრეზიდენტებს იქ პატარა მოვალეობა აქვთ. ბატონო ჩვენ ვისაუბრეთ რამდენ რა არის მათი მოვალეობა იმდენად მცირეა ხა ამას შემიძლია მე შემდეგ კიდევ ხა არ გვინდა ამაზე გავავალო ინფორმაცია შეიძლება ხო ამ ფორმატში ვერ ჩავეტარეთ თუ იმდენად მისი ვალდებულებები იმდენად ლიმიტირებულია რომ შეიძლება გაგეცინოთ თქვა რომ აბა ეს ვინ არის ესე იგი არავინაც არ არის თუ დიახ სისტემასთან არავინ არასდროს არაფერი არ არის იმიტომ რომ იმ ქვეყანას იმიტომ აქვს იმ ხელაშენობას კაპიტოლიუმი იმიტომ ქვია რომ იმიტომ ყავს იმას მეურვეები რომ მათ უნდა დაიცვან ქვეყნის ყველანაირი რომ ირჩევენ კაცი გამოდის და იფიცება რომ დავიცვა კონსტიტუცია შიდა და გარე მტრებისგან იმის გარდა რომ ბიბლიაზე ხელი აქვს და მეორე შიდა და გარე მტრებისგან ესე იგი პირველს იმას ამბობს რომ შიდა მტრების და გარეშე მტრებისგან დავიცვა კონსტიტუცია გინდა სენატორი გინდა კონგრესმენი აი ორივე ეგრე იფიცება და ეხლა მეორეები არიან ქვეყნის და ამიტომ არ არის მე თქვენთან საუბარში ერთხელ თქვი რომ იმ პრინციპით მოიყვანეს რასაც ქვია ამერიკული ძალიან ბრიტანული აზროვნება იცით კომუნიკაცია კომიტმენტი და რასაც ქვია აი რაღაც დანდობა ანუ რაღაც აი
შეწყნარება ცოტა აი როგორ შანსროაძლევა ხო და ამას მაინც კომპრომისი ქვია ხო მაინც უფრო ხო და აი ამ სამი სიტყვის ეს მთლიანობა არის ის რამაც მოიყვანა ეს პირველი კომუნიკაცია რომელიც ის არ არის რა ჩვენთან როა ერთმანეთს რო არ აცლიან საუბარს 1 საათი დაგელოდები ისაუბრე 1 საათი მე მომისმინე და 1 საათის მერე დიალოგში გადავიდეს ჩვენი საუბარი ეგ არის ჩვენი კომუნიკაცია ესე გეტყვი ანუ უნდა დაილაპარაკო დაგინახო რა გინდა ხო რა საერთოდ ხო ჯორის ბოდიში შეგაწყვეტიოთ მაგრამ ეს ტრადიცია მოდის ინდიელებიდან იცით რა ეგ ამბავი რომ არის ესეთი ინდიელი ჯოხის პრინციპი რომ ინდიელი ბელადები რო იკრიბებოდნენ საქმეს რო იჩეოდა საერთო საქმე სახელმწიფო საქმე ხო ვისაც ეწერა ჯოხი მიკროფონებით ასე ვთქვათ ის საუბრობდა მაგრამ ვისაც ესეუბრებოდა მე იმას უნდა ესაუბრა როგორ გაიგო ამის საუბარი ისე გაიგო თუ როგორც ამან უთხრა აი ტრადიცია რომელიც თქვენ კომუნიკაციის მოდის იქიდან მე სადღაც მაგ საკითხული რომ ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციის სრულფასოვნება რომ შენ რა თქვი მე ისე გავიგე ან მე იმას გულისხმობ და იმიტომ მე გადავდივართ მე დიალოგი მე ჯაბასია მე მეტის უკვე დიალოგის ფორმატში ხო ეს პირველი მეორე ესე კომუნიკაცია მეორე კომიტმენტი რომელიც აი მოდით რა ამ სიტყვას სხვათა შორის ქართველებსაც გვაქვს ეს მაგრამ გადაგვავიწყდა რა არის იცით ბატონობა და კომიტმენტს მე უფრო ვალდებულებაო ესე წერია მაშინ რა ვალდებულება კიდე სხვა არის რა უფრო იცით რა არის აღსრულების აუცილებლობით იტვირთება დანაპირები შეპირება კი არა დანაპირები და დანაპირების აღსრულების აუცილებლობაა დანაპირები ეს იმას ნიშნავს რომ ესე იგი მოკვდება და აღასრულებს აი შეპირება ეს უკვე უბრალოდ ვერბალურია და სხვადასხვა აბსოლუტურად სხვა კონტექსტია დანაპირები სხვა და შეპირება სხვა არის შეპირება შეიძლება დაირღვეს გარკვეული რაღაც პირობები და ეს არ შეიძლება რომ მე ვენდობიამ დანაპირებს ეს აი ქართულში აი იმიტომ რომ მე მაგალითად სიტყვა დანაპირები ჩემთვის შეპირებას არ გავს იმიტომ რომ დანაპირივით ბასრია და უნდა ახსოვო ქართული სიტყვა ძალიან არის რა ბევრია ძალიან ტევადია და არ ვაქცევ ყურადღება და ჩვენს გვაქვს ეგ იმიტომ რომ და ადამიანებს წარმოვიდგინეთ რომ ესე იგი კი არ პირდება ეს მომავალ მეუღლეს ჯვარს რო იწევს რომ მე ასე არა ის კომიტეტი ესე იგი ის დანაპირების აღსრულების აუცილებლობა არის კომიტეტი ეგრე ეკითხება მღვდელი იმის ჯვრისწერის დროს აი ეს ამ კომიტეტი დიახ მე ესე იგი ამ დანაპირების აღსრულების აუცილებლობა მაქვს აღებული აი ეს და მე ესამე და ეს ესე იგი რა ეს მოიტანეს როგორ ესე იგი რომ დაართეს მას ნებართვა დიახ კარგით არ გაუშვეს ციხეში და კი ბატონო იყოს პრეზიდენტი რა კი ეს 76% და კომპრომისზე წავიდნენ ესე აი ზუსტად ანალოგიურად იგივე კომუნიკაციის კომიტმენტის და კომპრომისის პრინციპით მიატოვებინებენ იმ თავის რაღაცებს და მე ვიღაცები ის პოლიტექნოლოგები და ის ზოგიერთი პოლიტიკოსები ზოგიერთი მეზობელი ქვეყნიდან არიან კიდე რამდენიმე პოლიტიკოსი ჰაუ ტრამპმა აღიარა და ფრთხილად იყვნენ მე ეგეთი იყო სხვათა შორის აი გახსოვთ მე შევადარე ერთხელ თქვენთან საუბარში მაკარტიზმს ამერიკაში მაკარტი რომ ჩამოვიდა ჯოზეფ მაკარტი სენატორი ვაშინგტონში 14000-მა ფედერალურმა თანამშრომელმა სამსახური დაგარგა. რატო? იმიტომ რომ კაცმა ესე იგი პირდაპირ თქვა რომ რაღაც აი კომუნისტური რაღაც იატაკქვეშა და კომუნისტური მოძრაობებია და სხვათა შორის იყო. ყველა იყო და იყო ბატონი და იგზნობოდა, ანუ იგზნობოდა. ზედაპირზეც იგზნობოდა ეგ. ხო, იმიტომ რომ ამერიკელებიც ადამიანები არიან ჩვეულებრივ და იქ სადაც ჩვენ არ ვართ, ყველგან კარგი გონია. იქაც აქვთ და იქ კომუნიზმის იქაც ჩავიდა. ხო, იქაც ჩავიდა და მე იყვნენ ეგ გამოყანებდათ ეს დიდი არგუმენტირებული იყო ყველა გათავისუფლება არ იყო ისე რომ ეს ეხლა როა ეს იმის ნაცსავია და ამიტომაც მოვიცილოთ ეს ამან იმას მისახმა თუ რაღაც ამ პრინციპით არის
იდეოლოგიისა და რასაკვირველია, ხო და მე ჩამოყალიბე გავდა და ეს აი მე სხვათა შორის იმას ზედმეტი რომ გადაამეტა ისე გაქრა მაგარდი რომ კაცი შუმარიცის სად იყო სად გაქრა ამიტომ ეს ოქროშუალად იყო განსაჭირო ერთი სიტყვით არის რაღაცა აი ბატონო რასაც მე ყოველთვის აი ხო ვიღაცა ეტყვის ახლა ესე იგი რა deep state ყოფილა deep state კი არ ყოფილა ქვეყანას ყავს მეურვეები კონგრესი ყოფილა სენატი ყოფილა ვაშინგტონში არ წყდება მათი კონგრესმენობა და სენატორობა ადგილზე წყდება იმ შტატში იმ უბანში იმ კონგრესმენი თუ არა და თუ ორი სენატორი ესე იგი იმ შტატში და მორჩა და არ არის იქიდე 440 პარტია არის ორი პარტია და მესამე უპარტიოები რომლებიც სხვათა შორის ძალიან დღესობით უპარტიოები ხო ეს თუნდაც ეს ბერნი სანდერსი და გუშინიკო კიდე კინგი გვარად სენატორი აღარ მახსოვს ეს ვერმონტელია და ეს კინგი რომელი შტატი აღარ მახსოვს ნუ ესეც ის არის რა ინდეპენდენტი ესე იგი უპარტიოა ესეც იმდენად რაღაც აი რა ძალიან იმას ნიშნავს რომ თუ რომელიმე პარტია არ გამოხატავს იმ ადგილობრივი რეგიონის ინტერესებს მაშინ თვითონ რეგიონი წარმოაყენებს ვინმე კანდიდატს რომელიც მთლიანობაში იმ პრობლემად მოიცავს და იაზრებს და იმის ლობისტია იმ თავრობაში და ასე შემდეგ ხო რა თქმა უნდა ამ აქედან გამომდინარე იმ რეგიონს წარმოაყენს და იცით ისინიო ფედერალური მთავრობაო პირდაპირ ამბობენ ფედერალური ესენ ხო არიან კანონმდებლები იმას ხავს კაბინეტი ხო პრეზიდენტს ეს თავის კაბინეტს ეს მისი ვალდებულება შექმნას კაბინეტი ამიტომ თუ არ დაამტკიცეს ის ვერ გახდება სადი ესე იგი ერთი სიტყვით ფედერალურ მთავრობას საერთაშორისო საოცარი ის დიდი და თან არის ისეთი რომ ერთმანეთის აბა იქ რაღაც მრუდე საქმეების კეთება ეგრე არ იქნება და ვერ იქნება და თუ მოინდომებს გაილახებიან პოლიტიკურად ესე რომ ვთქვათ მდაბიოთ არა კონსტიტუციური ესე იგი ხო არა კონსტიტუციური რაღაც ზედმეტად გადაჭარბებული ხო ხისტი რაღაცა ის რაც ამერიკულ საზოგადოებას არ ეკადრება მორჩა იმიტომ რომ იმას იქიდან სიტყვის თავისუფლებაც აქვს თავისუფლებაც იარაღის ფლობის თავისუფლებაც აქვს საკუთრების დაცვის თავისუფლებაც იცის როგორ უნდა და იმიტომ რომ თავის იუსტიციის მინისტრია კაცო თავის და იცავს თავის კანონებს და ეხლა ის თუ ამოვიდა ფორმიდან მაშინ არის პასუხისმგებელი რაღაცაზე თორა და იმას ვერ დააძალებს ვერავინ ვერაფერს კაცრად ისე რაც არაკონსტიტუციურია და არ შეასრულებს და არ შესრულებას მერე მოყვება ვიღაცას პასუხისმგებლობა. სხვათა შორის, აი ეს რედნეკი, რო ვთქვით ახლა, ხო აი მე ხლა უნდა გავამახვილო ამას. კი, უნდა გავშიფროთ ეგ. გავშიფრო უნდა რა ეს ბიო აი რაღაც ფსიქოპორტრეტი ამ ადამიანის. ეს არის აი ნამდვილად ვიტყოდი ესეთი აი ეს ასტრონავტი რომ იყო, ხო? არა, ეს და ტრამპზე მაქვს საუბარი. ტრამპი და თვისება. თვისებები რა, მაგრამ რედნეკული ჩვეულებები. ეს არის ახლა ადამიანები არიან სხვადასხვა ხეთ ჩემს პროფესიაზე ვალდებული ვიყო პროფესია რომ ესე იგი შემოსწავლა ადამიანების ტიპაჟები. რომ მათთან უნდა კომუნიკაცია დამემყარებინა და უნდა დიალოგი მეწარმოებინა, ხო? არ არის ადვილი რა. სკოლა გაიარეთ ეს. ეს უნდა გაიარო ფსიქოლოგიური სკოლა და იმ ფსიქოლოგიური სკოლაში არის ერთ-ერთი ფსიქოტიპი არის ამერიკაში არის რედნეკი რა. ანუ ესე იგი ეს არის რთული ადამიანია რამდენად. ეს არის საერთოდ რას ნიშნავს რედნეკი არის წითელ კეპიანი, წითელ კისრიანი სამხრეთული, ესე იგი აი გადახრიოკებული აქ რაღაც სიცხისგან ხო და შრომისგანაა გადახრიოკებული თუ უსაქმურობისგან არა ეს საერთოდ თავიდან მოდის შრომიდან მაგრამ დღეს უკვე რედნეკი ეს უკვე ან რედნეკად მოინათლა თორე ისე ყანაში მუშაობით არის კი გასაგებია მაგრამ მათი პიროვნება არის ძალიან მდაბიო ან როგორც ხეპრე აი ზედმეტად ხეპრე რეგვენი ასე აი ნუ ძალიან გაუთლები რა თან მე რომელი ამბიციით იცით რომ ესე იგი აი რომ მაგალითად სილამაზის კონკურსი ჩატარდა იმ სოფელში გეტყვის რომ სოფლიოში არის ულამაზესი ქალბატონი გეტყვის
იღებს ის ქალბატონი თუ ის მისთვის მსოფლიო მისი მსოფლიო არის აი ეს 2-3 რაიონი რა გარშემო და ამბიცია რომელი იცით აი ბატონო რომელი ამბიციები არის იცით აი რაღაც აი იტყვი რომ მე მქონდა ახლა სამსახურში თანამშრომლობის პოლი არ მეკინებს და ერთხელ სხვათა შორის ესეთი სიტუაცია ჩამა რა კარგად მეთქი გააქთლი ჯერ უკვე იმიტომ რომ მქონდა ამის მომენტი რაღაცა რომ შემეს ნებდა ეს ნებდა კი არა მე კინაღამ გადამიყვანა ჭუიდან მოთხოვ შევებს მაკადრებ და მე რომ მიხვდა უკვე სხვებზე გადაიტანა ეგ მაგათი ჩვევა რომ ესე იგი სისტემაზე გადაიტანს პასუხისმგებლობას თვითონ მე ვერ გაართმევს თავს და სისტემაზე გადაიტანს პასუხისმგებლობას მე გადაიტანს სისტემაზე და პრეზიდენტის შემთხვევაში წარმოიდგინეთ ესე იგი რამხელა რამეა რომ ესე იგი თვითონ ვერ გაართვას რაღაცას დავით და მე რეთქოს რომ ამერიკის ბრალი განტევების ვაც ყოველთვის ნახულობ ამერიკის ბრალი რო თქოს სისტემის ბრალი და ამობს კიდევ ამერიკას ვემსახურებოდი და მაგიტომ და ვერ შევასრულე იმიტომ ვერ შევასრულე რომ დემოკრატების ბრალია და ანუ ამერიკელი კონგრესმენების და სენატორების რომლებიც მე არ მიჯერებენ შეიძლება ესეც თქვას ერთი სიტყვით ძალიან ეხლა მე ამას არ ეგონოს ზურა რა შენი საქმეა ძალიან კარგად ჩემი საქმეა იმიტომ რომ თითოეული ამერიკელის საქმე რატომ იცით აი კარგად გაითვალისწინეთ მაშინ აი შემოსავალს რომ მიიღებთ ყოველთვიურად და რომ მოგივა ეს ჩეკი და მოჭრილი რო არის ფედერალური ფული და შტატის ცალკე კიდე აი მე არ იფიქროთ ვინ არის ფედერალურ მთავრობაში თქვენი არ იფიქროთ და არ განერვიულდეთ 160 პლუს 1000 მაგ გადახდილი მარტო ფედერალური და ახლა სრული უფლება გაქვთ რომ მოსარჩილეთ იყოთ ხო რა ეხლა როგორ აპარაკნა და თვალები დაუყუჭოთ და თქვა რომ დედა რა კაია ყველა ხო არის ხტიმ დედა რა კაია ყველაფერი უგუგება ხო უნდა გქონდეს შესაბამის ხო და ეს ამიტომ სამოქალაქო ხო ამიტომ ესე შენ უნდა იგრძნო თავი დაცურად უნდა იყო თქვა რომ შენ ის თავრობა ყავს რომელიც შენ ქსიამოვნებს კი არა კი არ გიყვარს კაცო ქსიამოვნებს რომ ესეთი მთავრობა ნათელი მომავალი ხირ არ მომავალი გზერა ესე ბოლო იმაზე მიდის საუბარი რომ ადამიანი ესე იგი იმაზე რაზედაც უნდა იყოს ნორმალურ საზოგადოებაში რომ ყველა ადამიანს კონდეს იმის უფლება და მისი ესე იგი ყველანაირი საშუალება რომ გამოავლინოს თავის-თავი მორჩა მათ აბსოლუტურ იმას ბედნიერებას და საყოველთაო ბედნიერებას ვინ პირდება რატო პირდება რა პირდებიან დღეს თბილისში მე რომ მოვალ იქნება ბედნიერება ორი სამი წელი და მე ისეთი ბედნიერება მოვაწყორო ვიღაცა ესე გეტყვის კარგით რა სიწყვილეა რა განათლებული ხალხი ვართ 21 საუკუნე ნუ ავიტაცებთ ხელში ვიღაცებს და მე დიდი სიამოვნებით აი პატნოპატა ყველას ვეტყოდი რა ყველა ოპოზიციონერს რომ ცოტა აი ევროპელი უკვე ლიდერები თუ აკვირდებით ძალიან კი ხვდებიან მაგრამ აღარ შედიან მასთან რაღაც ისეთ კონფრონტაციაში არ შედიან, იმიტომ რომ ხო, იმიტომ რომ იციან რომ რაღაც მოხდება. მოთმენის ვალდებულებაც აქვთ. კომპრომისზე მიდიან. არის ახლა დიპლომატია და დიპლომატია. ამ დროს ვერაფერს ვერ აკეთებს ის, რასაც პირდება მარტო რაღაცებს, ვიღაცებს და ვერაფერს ზვარია ალბათ. ზვარია, რა თქმა უნდა, ზვარია. აი ესა. რამე დაგითხრა ბატონო ზურა. ესე იგი, მე მაინც გამომდივარ საქართველოს ინტერესებიდან ყველა შემთხვევაში. ჩვენ მთლიანად პატარა და მნიშვნელოვანი ერის შვილები ვართ, რომ ყოველი მოქმედება, რომელიც გარეთ ხდება თუ შიგნით ხდება, უნდა შეაფასო რამდენად შენს ქვეყანას, ან როგორი რეაგირება უნდა გქონდეს, ან რამდენად არგია, ან რამდენად უნებს. ახლა მე ჩემთვის ყოველთვის სახელმწიფო და არის დიდი საოცარი მოადროვნე ადამიანი, ბევრი ყოფდა ასეთი შოთა რუსთაველიდან დაწყებული და უფრო მანამდეც კიდე, ხო? ყოფდა ილია ჭავჭავაძე. ყოფდა დავით აღმაშენებელი, ახლა ზუსტად მალე დავით აღმაშენებლის იუბილეც ახლოვდება, ესე იგი, თებერვლის თვეში. იუბილე როგორ ის ასანიშნავი დავით. ილია მინდა გავიხსენო. დავითის და ილია იციგავდნენ ერთმანეთს, რომ ნაბიჯ ყველაფერს იგებდნენ. იცის მოვიდნენ, სულ პროგრესი იყო და ხალხი ხედავდა ამ განვითარების მიმართულებას, იმ ვექტორს. რეგრესია არ ყოფილა. როგორ უნდა ცავს ილია ჭავჭავაძე ახალ წელს და შობას ახალ წელს. ახალო წელიწადო
ფუტკრისგან გვასწავლე სამუშაკო სამამაცო ზნენიო. ფუტკრისგან გვასწავლე. წარმოუდგინეთ, მაგრამ ფუტკარი ისეთი მწერია იმ ცნობილი სიმღერის აღიყვოს ხო? კი ბატონო. რომელიც სამთელი და ადამიანს ხო. ამიგეთ ყველა დონეზე. ესე ფუტკარი როგორ იცავს თავის საარსებო სივრცეს, როგორი კანონმდებლობაა. როგორ არის დანაწევრებული, ვირა ფუნქცია უნდა შეასრულოს, ვინმე საზღვრე უნდა იყოს, ვინ უნდა იშრომოს, ვინ უნდა გამრავლებაზე იფიქროს, ვინ დემოგრაფიული პრობლემები მოაგვაროს. ხო და ჩვენ ესე იგი ქართველებმა ახლა სულ გარეთ რო ვეძებთ ჩვენ მიზეზებს ჩვენი აქ შიდა წარუმატებლობისა და ამ სოციალური მდგომარეობა საქართველოში საშინელი ფასების ზრდა ახლა რითი შეიძლება გაზომო ადამიანმა დაახლოებით 800,000 მგონი თუ 700,000 პენსიონერი ყავს ხო? წარმოუდგინეთ ახლა აღებული ეს თემა მაგრამ თვითონ იმატებს იქ კანონმდებელია თუ აღმასრულებელია იმატებს ხელფასებს დაახლოებით 4,000 5,000 და ამას უმატებს 20 ლარს ან 50 ლარს და იმდენად შეუსაბამობაა საარსებო კადრთან რომ ჩვენ ახლა უკვე ფიზიკურ გადარჩენაზე გვაქვს ლაპარაკი არ არის ახლა იმაზე საუბარი რომ ამერიკაში რა ხდება და რუსეთში და უკრაინაში რა ხდება არის გარკვეული ფენა საზოგადოებისა რომელიც ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვის. გამიგეთ? ხო და ეს ხალხი ბოდიში და სანაგეში რო იქოქება, ძალიან მომროლდა და ყება ამე ხელი როა გაწვილი, ხო? წარმოიდგინე ეს ამას რო ამ ლუმინა პროლეტარიატი ერქვათ ველი გააზრებით, ხო? ამას რო თავი დაანებოთ, ხა წარმოიდგინე რეალური საარსებო კალათა ალბათ 1000 ლარზე გაცილებით მეტია. ხო და რითი უნდა შეეცოს ეს დეფიციტი? აი ფუტკარი კი ილიას მოწოდების არ იყო სამუშაკო სამამაცო ზნენი და იქ იგულისხმება იმ ტერიტორიის დაცვაც ხო იმ საარსებო სივრცე ყოფია ხო ამას ეხლა ვეფხით გამოსანები და თავდება ასე რომ შიგან მათაც საბზანის ხადამგელი ერთად ზოვდესო ანუ ავის ხნელი დააშირა და გლახაკნი არ ითხოვდესო და შიგან მათაც ყოლობას ავითა თოვდა მოათავდესო ანუ ის სიკეთე რომელიც უფალმა გინდა გეოპოლიტიკურად ვიფიქროთ, გინდა გეოგრაფიულად, გინდა ჩვეულებრივ აი ფიზიკური არსებობა, რასაც ერქვა ადრე ჩვენი გლეხი როგორც. გლეხი იყო ძირითადად დოლათის შემქმნელი და გლეხის კისერზე გადადიოდა ომები იყო თუ ყველაფერი ამაზე დიდი დოლათი ჭირდებოდა. ეს სოფლები ხო დაიცალა რა. დაიცალა სოფლები, იმიტომ რომ სამუშაკო სამამაცო ზნე, რომს გამოვიჩინოს კაცმა, იმდენი უნდა იშრომოს რომ თავის შრომის საფასურს ვეღარ იღებს. და გამორბის ქალაქში. ქალაქიდან მე გარბის ალბათ თუ აქაც ახლა ჩამოყავთ აგერ პალესტინიდან ჩამოყავთ თუ ნებისმიერი აზიური ქვეყანა იაფი მუშახელი და აქაც მე ფიქრობს რომ ევროპაში გაიქცეს არა? ხო, ტრანზიტი. ხო. თვითონ ისინი ჩამოსულებით გარეთ ქვეყნიდან აზიური ქვეყნებიდან ამასtildeებენ ევროპაში. თორემ შეერებით მაღალია. ტრანზიტული ქვეყანა. ხო და მე მაინც ახლა რაც არ უნდა გარეთ სივრცეებში, რაც არ უნდა ამერიკაში კარგი მართველი იქნება თუ ცუდი მართველი იქნება, იმ ამერიკას ყავს სისტემა, რომელიც ამას პატრონობს. ის რაღაც გარკვეულ საზღვრამდე გაუშვებს იმ თავისუფლების ხარისხი, გარკვეული ჩარჩოა. იმას თავისუფლების მოქმედების და მე იმ საზღვრს თუ მიუახლოვდე იმ ჩარჩოს მე გააფრთხილებენ და მე ჩამოაცილებენ კიდევ. კი ბატონო, ძალიან თან თვითონ იმას ახნა უკვე გუშინ წინ უკვე თვითონ თქვა რომ იცით რა თუ შუალედურ არჩევნებში არ გავიმარჯვეთ, მე უნდობლობას ანუ იმპიჩმენტს გამომიცხადებენ. თვითონ თქვა უკვე ხმამაღლა. ხო, მაგრამ რომ თქვა სისტემა ეგეთი სისტემა. ხო და ახლა ჩვენთან ანალოგიის პრინციპით რო გადმოვიდეთ, ჩვენთან რა ხდება, ქვეყანას არ აქვს პატრონი. არ აქვს სული ინტელექტუალური ელიტა. ამიგეთ, არა და როცა ასეთი ქვეყანა ახლა შეიძლება პოლიტიკოსი მოვიდეს პოლიტიკაში დაპირებებით, მე დაპირებები საერთოდ უარყოს, გამიგეთ და თქვა რომ ან თავით არც იმართლოს და მე აღარ მოინდეს წავიდეს, ხო წავიდა. მოვიდა და დაკვირდა და წავიდა, თქვა არა ვარო პოლიტიკოსი. ეგეც კი გვაკადრეს. რამდენჯერ წავიდა, რამდენჯერ? მე მოვიდა. და ხო შეიძლება კიდე წავიდა. უცა ქვეყანას ასეთი არამყარი და ასეთი ახლა აღმოსავლური ის არის კაცო. აი წევლაა თუ გამოთქმაა რომ ესე იგი ერთი არის ის რომ შენ მოგიწიოს ყველა დიდი წევლა რომ შენ მოგიწიოს ცხოვრება ცვლილებების პერიოდში.
ამიგე მეორე ასეთი მცნება თუ აზია თუ ევროპას თავი დავანებთ მაშინ აზიასკენ გავიხედოთ აზიასკენ თუ ვიხედებით მეორე გეუბნება რომ ევროპული გამონათქვამი გეუბნება აზროვნება რომ თუ ქვეყანაში უკანონობაა კანონიერებაა დაუშვათ სამართლებრივი ქვეყანაა და შენ თუნდაც ცხოვრობ შენ ახლა უარგესი ადამიანი იმიტომ რომ გაქვს სამუშაო გარემო თვითონ შენ ხარ შენ ახლა პირადად ხო მაგრამ თუ ქვეყანაში არასამართლებრივი მომენტები ჭარბობს უკანონობაა და შენ კარგად ცხოვრობ შენ არჯერ უარგესი ადამიანი საერთოდ ეგრე იმიტომ რომ მოერგე შენ ამ ყველაფერს აითვის ეხლა ჩვენ თუ განვიხილავ ჩვენი ქვეყნის რეალობას ხო ეხლა არ ვიცი მე არ მინდა დავყო ნაცი კოცი კიდე ვიღაცის მომხრე ამდენი პარტია და ყველა თავის დაპირებებს გვიდება თუ შენ არ არის ქვეყანაში დღეს რა პრობლემაა საქართველოს არ დემოგრაფიული პრობლემაა დემოგრაფიული პრობლემა უკავშირდება ეკონომიკურ პრობლემას იმიტომ რომ სამუშაო გარემო რომ არ არის ხო ადამიანი იმისთვის რომ იარსებოს თან არ არის მიჩვეული ყველა მათხოვრად ხო არ გიქცევით კაცო ან ხელი რომ გავიშვირო ვიღაცა მინდა ჩაკეტებს იმხარში ხო არა ხო და ამიტომ გამოსავალს რო ეწევ გარბი ხარ მაგრამ ისიც არ არის გამოსავალი საბოლოოდ გამოდის რომ ჩვენ ვართ უპასუხისმგებლო მოქალაქეები ხო თან ესეთი მომენტია რომ ქართველი კაცი სხვაგან ბედნიერი ვერ იქნება ამიტომ ქართველი კაცი გამონათქვამის არსებობდა მოჭე გატანილი მიწა რომ მედიოდა აქედან ხელსაყრელში გამოსვლილი მიწა მიქონდა არ ეცოდა დაბრუნდებოდა თუ არ იმდენად იყო მეჯაჭული და იმიტომ გეუბნება რომ არ გავცვლი მეცან სამშობლო არც უდავების სახეზე და არც სალძაკდებს უდავების სახეზე და ანუ ამეთი რაც არის მაყოფილი იყო ქართველი კაცი ბრძოლობდა ამის დასაცავად გამიგედა მაგრამ აქ ბედნიერიც იყო და დოვლათსაც ქმნიდა თქვენ წარმოვიდგინოთ ახლა ამასინათ კითხულობდი იგივე ქართულ ნაგაზზე ხო დაუშვათ ქართული ნაგაზი ქვია და რუსებმა გააერთიანეს ყველაფერი და დაარქვეს კავკასიური ნაგაზი ამ დროს თვისებები აქვს ისეთი შიმშილსაც იტანს ვაშკაციც არის ტკივილსაც იტანს სხვა ჯიშიც გამოიყვანეს მასკუსკაია სტარაჟივაია შეაჯვარეს რაღაც რატო გადავდივარ იქ და აქეთ იმიტომ რომ მანაც ქართული ყოფა ისეთი იყო რომ ჩვენ დიდ დოვლათს ქმნიდით ძალიან დიდ დოვლათს ქმნიდით ქართველები და სამართალი ვახტანგ მე-6 სამართალში რომ ჩაიხედოთ გაგეღიმებათ იმ თვალსაზრისით რომ თავაც არ ქონდა გლეხისთვის დაეკავებინა წყალი და თავაც არ ქონდა პირველი ღამის უფლებაც როცა რუსეთში ეს რა არის რა ქვია ქურდი კაჭკაჭი გახსოვთ ხო კი რომ დაიკარგება რაღაცა მსახიობი გოგონა ან ის ხანერი კრეპასნოი პრავა იყო იქ ასე ვთქვათ მოპედიეთ სლანგისთვის და ანუ ჩვენი ფსიქიკა ჩვენთან პატრონული ურთიერთობები იყო და ჩვენ ევოლუციურად ვითარდება საზოგადოება და ახლა ჩვენ გავიგოთ ახლა ჩვენ ევროპული ორიენტაციის ხალხი ვარ და ჩვენ ვართ მორგებული ასეთ ადამიანის თავისუფლებაზე მეფეო სამი რო შენოთ გვერდი ჩემი გაიგონებოდა ქართველი კაცი მეფეს ეუბნებოდა გვინდა არ გვინდა მივდივართ ამ მართლობაზე ხელისუფლებაზე ეკონომიკაზე დემოგრაფიულ პრობლემებზე და რომელიც ახლა დღეს და ყველა ქართველმა ეს უნდა გააცნობიეროს ის ამბავია რომ მოძალება ამ აზიური სამყაროსი ახლა ესენი გვეუბნებიან რომ არა ჩვენთან ხატაკი აზიელები კი არ მოდიან ახლა მდიდარი აზიელები მოდიან და მდიდარი აზიელი რომ მოდის ესე იგი იმას ამიტომ ინვესტიციად უნდა ჩავთვალოთ და ის არაბიზაცია ახლა ძალიან პადაღებული თემაა ერთმა დავიფაროს ახლა პადაღება ცოტა უხერხული სიტყვაა საშიშო ქვეყანას თუ ვერ მივხედავთ ქვეყანას წაგვართმევა ადამიანი თუ ახლა როგორ ახლა თუ ადამიანი საკუთარ სფერული დაკარგა ანალოგი აი ყველა სფეროში ყველაფერში ხო ეგრეა ქალს ვერ მიხედავ დაკარგავ ქვეყანას ვერ მიხედავ დაკარგავ ასაცმელს ვერ კანონზომიერიც არის კანონზომიერებიც უფალი უფალთან იქარი ახლა სახარების ეუბნი თემაა რომ აი მისა გააშენა ვენახი და მისა მე ვენახი მოუვარდა ბატონო ასე თუ მე გაგზავნა თავისი მოახლემ წადიდა მონაკები რაც არის მობიტანე ამათ ცემეს და გააგდეს მეორე გაგზავნა ისიც მე შვილი გააგზავნა ანუ მე რო რაღაცას გაძლევ ვალდებული ხარ ვალდებულია შენ უფლის წინაშეც და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშეც შენ რაღაცა შექმნა მე შვილი გააგზავნა და მოუკლე შვილი და გადა ნუ ახლა ქრისტეს ეხება ამბავი რომ ჩვენ საქართველოს თუ და ამოვა მე რას იცავსო მე ეკითხება უფალი ეკითხება ამათ
სმენელებს იგავს რო ყება და მოვა ვენახის პატრონიო მე ვენახებს და ხოცავს და ვენახს სხვას გადასცემს ეხლა ეს პროცესი დგება იმიტომ რომ ჩვენ მოფალსნება ვერ ჩავაბარებთ ვერ მივხედეთ ბატონო დავკარგავთ ყველა ვერ ჩავაბარებ და რო ვერ ჩავაბარებ ბუნება ციცარიელეს ვერ იტანს ავი შემნახავი ქუძე უარესია უნდა თქვა აი ნახეთ იქ იყო ერთხელ უკაცრავად ერთი მომენტი მინდა შეგახსენოთ ადრე თქვით და არ ვიცი თქვენი ყავით თუ არა პოლიტიკოსები საუბრობდნენ და აი პალესტინაზე იყო რაღაც საუბარი და ერთ-ერთ მაგარ მახსოვს რომელმა პოლიტიკოსმა თქვა რომ აი ისრაელ-პალესტინის ომის აი ოკიო ესო ათასლოვანი და რაღაც ქვეყნის ისტორია კამ ერთმანეთის ამ ომსო და მთლიანად ამ გადაკეთებულს კონფლიქტს ისრაელსა და მაგრამ ფაქტი ერთია რა აი პალესტინამ ქვეყანა ვერ ჩამოაყალიბა არ მოგიდგენია და შიში დაამეუყე ხა ბატონებთან ერთად შიში დაამეუყე ესე იგი თუ ვერ ჩამოაყალიბე დაიკარგები გაქრები და აი ვერ ჩამოაყალიბე და გამქრალა კაცო არა ჩვენზე მრაკლები გამრა ეგება თქვან რომ არა ის ჩვენ კიდე მოგოლებს წელი მსოფლიო ხონდა და სადღაც შეგვიოლია ხო და თუ ვერ განვითარდით და თუ ვერ ჩამოყალიბდით ამიტომ არის მე წეგან იმიტომ საუბრობდი ბატონებად აი კანონმდებლებზე რომ იმ კანონმდებლებს ხელფასი ეგრე კი არ აქვს რომ ყოველ წელიწადს რო იმატებენ რაღაც 2000 რაღაც 4-ში თუ 5-ში აქვს მე დამატება გაკეთებული და იმის მერე მოდით გეტყვით კანონმდებელი სენატორია თუ კონგრესმენია ხელფასი აქვს $176,600 წელიწადში ახლა ნახეთ თუ ლიდერია 10,000-ით მეტია, ესე იგი კონგრესში მაგალითად იმის ლიდერი დემოკრატიული პარტიის მას 10,000 მეტი აქვს. აი ჯეფრის რო არის გვარად ეს ხო ეგა სენატში შუმერს ხო ამავ დროს იმას თვითონ სპიკერს კონგრესის აქვს 194,000 ეს და პლუს არის ხო კიდევ 194,000 რაღაცა ესე ხო ახლა ნახეთ აი წინამორბედს რომ ჩაქოლავს ადამიანი კარგად გამიგეთ გთხოვთ არა ვარ დემოკრატიული პარტიის მომხრე ვარ რესპუბლიკურის მაგრამ გეუბნებით ტრამპი არ არის რესპუბლიკელი პირდაპირ რომ თავის სახელით არის მარტო რესპუბლიკელის და ახლა მაგას იქა რინო ქვია Republican by name only ხო სახელით მარტო ხო ახლა იქ ვითომ სხვები არიან რინო მაგრამ ეგ არის რინო მე თუ მკითხავ აი წინამორბედის ესე ჯო ბაიდენზე ახლა დაკიდა სურათები სხვა პრეზიდენტების და ამის სურათი კი არ არის ავტოხელმოწერა რომ ესე იგი ის თურმე ავტოხელმოწერა ეს აპარატი ამის სურათის მაგივრად არის ავტოხელმოწერა აი რა არის იცით წინამორბედებზე ამერიკელი კარგი პრეზიდენტები არ საუბრობენ მახსოვს ახლა ბევრ პრეზიდენტს შევესწარი რა დაწყებული რეიგანიდან დამთავრებული ახლა რეიგანი უკვე აღარ იყო რო ჩავედი უკვე ჯორჯ ბუში იყო მაგრამ რეიგანის დროსაც ვარ ამერიკაში ნამყოფი ვარ კალიფორნიაში ეს გასტროლს ოღონდ შემთხვევაში ბუში დაეწყო რეიგანის ლანძღვა ხო ახლა ყველა აქედან მოყოლებ მე არ მახსოვს პრეზიდენტი ესე ლანძღოს წინამორბედი და წინამორბედი რომელი ახლა ვამბობ აი რომელი 6-ჯერ სენატორი 6-ჯერ 6 წელი წარმოიდგინეთ და რომელი სენატორზე ეცეთ საუბარი მერე ვიცე-პრეზიდენტი 8 წელი და მერე პრეზიდენტი 4 წელი ხო სანამ არ მოხოს არ მოუწია რა და რომელ სენატორზე წარმოიდგინეთ საუბარი აი ვიცოდი სენატში საერთოდ ის არ არის მძღოლი და მანქანა და თუ გინდა მანქანა და იყით და იქ სენატს ყავს მორიგე 4-5 ავტომობილი და კონგრესში ყავს მაგრამ ის არ არის რომ წარმოგვანის სახში მომგვანის სახლი ეგ არის ან სტუმარი ან რაღაცა იმის წარმომადგენლობითი ხარჯები ხო ეხლა კაცი რომელიც
დელავერ, ვილმინგტონ დელავერიდან შტატიდან ყოველ დილას მატარებლით მოდიოდა ვაშინგტონში Union Station-ზე და მე პატარა აღმართია და ფერდობზე დგას კაპიტოლიუმი, იქ სადაც არის ცენტრალური ვокзალი, რა, იმისი სარკინიგზო Union Station. ფეხით ადიოდა ყოველ დღე მანქანას თავისას ტოვებდა ჯო ბაიდენი. და ასეთ პიროვნებას შენ დალაგებულ ესეთ დავარცხნელ პოლიტიკოს, სხვათა შორის ერთი კი, აი იმან მაგალითად ერთხელ აქ მარტო ცუდენა თქო. ერთ უნდა გაულაწუნო ეგეთი კაციაო რა. ერთი ზარაიდული გამონათქვამი. ხო, ეგ აქ ნათქვამი ტრამპზე. ხო, ახლა ამას ყოველ მძინარა ჯო და ბოდიშით რა, უკვე პამპერსებს ქვია პატივცემულო დონალდ თქვენი სახელი რა. ხო, უკვე აფისებაა. აგარი აკროა დამკვიდრებული მოდის ვიღაცა ძალიან ხალხი. ხო, არა, ნუ ესე იგი აბსოლუტურად ესე იგი გაუთლელობა ეს რედნეკობა ამაში და სიგრძნობა და ეცეთ რა, ფრთხილად მე პოლიტიკოსებს გთხოვთ, პოლიტიკოსებო, იქნებით ეს ოპოზიციაში თუ პოზიციაში თუ ვინც ხართ, ფრთხილად და პოლიტტექნოლოგებო კიდე უკვე გაწმენდებულებო, არ ექსპერტებო, ხო, არ მოხდა რა, ისე როგორც თქვენ გინდოდათ. რაქნა და უარესიზავს თუ არ ხო კი ბატონო ზოგჯერ ქვეყნისთვის კარგს იზავს და ერთი ცუდი ცროქნას ქვეყნისთვის იმას აღარ აპატიებენ უკვე და თავგასულობას ცოტა ხანს კიდე აპატიებენ. ეგეც ვიცი. ეგ თავისუფლების ხარისხია. ეგ აქვს არა, ნუ ეხლა ეგ სისტემაა ეგეთ, იმიტომ რომ წერა რაც წერა რომ თქვით, ესე იგი კომუნიკაცია, კომიტმენტი და აი ეს დათმობებზე წასვლა, ხო? კომპრომისი, ხო? ეს რაღაც ისეთი რამეა, რომ შენ თუ ქვეყანას აღსრულების აუცილებლობა თუ არა რომ შენ ქვეყანას უნდა გამოადგე ბოლომდე და კარგი საქმე აკეთო, კი ბატონო. მაგრამ როგორც კი მოხდება ის რომ შენ რაღაცას დაარღვევ რომელიც სისტემას ეწინააღმდეგება, ხო? Deep State კი არა, სისტემას, ანუ შეერთებული შტატების ხო მეურვეებისთვის მიუღებელი თუ რამე მოხდება ისეთი, აყეფდებიან ეგრე იციან თქმა თავიანთ თავზე ამბობენ რომ აუყეფდებით ისეო, რომ ვერ გაგვიძლებს ვერანაირი მთავრობაო. ბატონო, ეხლა თქვენ საუბრობთ სისტემაზე და მე მაინც ფიქრობ არა შემეს თქვენი სრულის ეგ არის ჩვენ რატო საუბრობთ ახლა ტელევიზიაში ჩვენი ქვეყნის ბედი გვაინტერესებს ხო ჩვენ და რა სისტემაა და როგორ შეაფასებდით აქვია ამ თუ სისტემა ქვია რა დავარქვა ესე იგი საიდან არის გადმოგებული რა ბატონო საიდან არის დასავლეთიდან რო არ არის ეს ფაქტი ეს არის სადღაც იქიდან აი მე არ ვიცი რა როგორ ახლა ჩვენ ხო მე გავიზარდე რა ლენინის სურათი ეკიდა ოთახებში და ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის სურათები ეკიდა ოთახებში გავიზარდე ხო ამ ახლა თქვენ კიდე უფრო ჩემზე მეტად ხო უფრო მეტი მიყურებია მაგ სურათებისთვის ხო და დღეს არის უკვე 2026 წელი აღარ უნდა გამოვიდეთ აქეთ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან უკვე რამდენი წელი არა რაღაცა ვიღაცებს ვაღმერთებთ რა ის ღმერთია იქ ერთი გამოვიდა და ის ხეა ის მინდორია ის არისო ყველაფერია ქვარიო ის ზღვარიო ის ატრის ხეა დინარეო ვიღაცა კაცზე ამობენ აი არ ვიცი უნდა გამოვიდეთ რა პატივცემულებო ხალხო გთხოვთ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, თორე დავიღუპებით. შესრულებთ წარმატებებს ამ ახალწლოდ, სამომავლოდ კი წარმოვიდეს. ჯანმრთელობა უსურვოთ ჩვენ საზოგადოებას სამშობლოვანია, იმიტომ რომ ეს გავრცელებული რა ვირუსია. ეს საშინელი. ჩვენი ფარმაცია კიდე ამიტომ აბსოლუტურად მზად არ არის. ერთ რამეს ვნებს, წამოდი. არაფრისთვის მზად არ ვართ, აი. მომზადებლები. ყველაფერი ყოველდღე მოგებრო. ადრე თბილისში თოვლი რომ მოვიდოდა ხოლმე, აწოდებოდა ერთი საცობები, უბედურება და ვინახავდით რომ თბილისი არ არის ესე იგი ჩრდილოეთის ქალაქი და მომზადებელები ვართ. ეხლა ჩვენთან ზაფხულიც მომზადებელია. ნებისმიერ სტიქიის მიმართ მომზადებლები ვართ, ნებისმიერ სტიქიის მიმართ და რაც თავარია და რაც ყველაზე პრობლემატურია საზოგადოებამ ადამიანებმა თქვენ რო თქვით ახლა ეს სამეტრია და რო დაახდე კომუნიკაცია ხო
აი კომუნიკაცია რადო დაბალ დონეზეა ჩვენთან. ცალსახად არის რა. უყვირია ერთმანეთს. უნდა ვითხოვ თქვა ჩემი სათქმელი და მე აღარ უნდა მოგისმინო. არ უნდა მოგისმინო. შენ რას ფიქრობ, გაიგე არ გაიგე. ჩემი სათქმელი მინდა მე ვარ მართალი. ჯეუტი ბავშვით უნდა მოვითხოვო და იმის ასრულება უნდა მოვითხოვო. არა და ქართული სუფრაზე ვიძახოთ აკადემიაო რატო იყო ქართული სუფრა აკადემია, იმიტომ რომ ყველა დიდი თავყრილობა ხო სუფრაზე ხდება. ადამიანს უსმენდა ხო? ხო. კი იყო ვიღაცა დაუშვათ სპიკერი ერქვა თამადა ერქვა თუ ვინც იყო, მაგრამ ძალიან ისეთ თემას იტყოდა, რომელიც საჭიროებო იყო, და მარადიული იყო. იმ პრობლემაზე მე ყველას უნდა ქონებოდა თავისი შეხედულება ჩამოეყალიბებინა. და ეს შეხედულებები ერთმანეთს ახლოს იყო, იმიტომ რომ თანამოაზრეთა კრებული იყო საზოგადოება, მაგას ნიშნავს. და თუ კი რამე საფრთხე იყო, მაგალითად ქვეყნისთვის იყო თუ სოფლისთვის, არა ის საფეხნოს რო ვიძახით, საფეხნოს თავზე დაждდება სიტყვა მოუდეს გზიანიო, რა. გზიანი სიტყვა ისეთი იყო, რომ ანუ გზიან სიტყვაზე ახლა გვანიშნება და დამთავრდება და მოდი გზიან სიტყვას გავუმარჯოს. ანუ მართალ გზას გავუმარჯოს. მართალი მადლობა ყურადღებისთვის. სიტყვა გაგვეცეს გზიანი. გზიანი, მზიანი, სადაც ნათელია, რომელსაც სიბნელი არ არის, სადაც სიკეთეა, სადაც სიყვარულია და სადაც არის მერთმაკნას. ზრუნვა ერთმანეთზე. მერთმაკნას. აიხარეთ. ერთხელ გილოცავთ მე. კიდევ ქართველებმა ერთმანეთს ჩამოვარდათ ხელი და მოусმინოთ ერთმანეთს და ქვეყნის სიკეთეზე ვისაუბროთ.